მე ხიდა გაყარე შენაპუდრებით. აი მე ახლა გამოვედი Enfield-დან, სადაც დასრულდა მატჩი. ნებაჩიკოს თუ მე არ წავადგინო. მოგესალმებით. მე ლაშა გელაშვილი ვარ. მე კაკო ვარ. ტიპი რაზმა, ნახე, მიდი ძალიან ნერვიულობ. საბასაპანაგი. მე კაკო ვარ, დოპამინით სავსე კაცი. გამივსე რა შენი ჭირიმე. ახლავე. მე კაკო ვარ, რეგულარით სავსე კაცი. მე თაკო ვარ, კერატინით სავსე ქალი. მე კაკო ვარ, კოკაინით სავსე კაცი. მე კაკო ვარ. კაკო, მოდი აქ. ვალებით სავსე კაცი. მე კაკო ვარ ტავტოლოგით სავსე კაცი მე კაკო ვარ ანალგინით სავსე კაცი მე კაკო ვარ რადიაციით სავსე კაცი მოგესალმებით. მე ლაშა გელაშვილი ვარ და ეს ილუზიის სამყარო. გამარჯობა ლაშა, გამარჯობა. ხო არ გადაობ ტიპმა რა გააზრო რანაირად ჩემი. ხო არ გადაობ საღო. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქართველ იუთუბერთან Soso around the world time. ჩემი სპონსორია, თუ რა თქმა უნდა ეს შენი არხია, ამიტომ ვერ ვიტყვი ჩემს სპონსორს, რომ ჩემი სპონსორია დირსი, სადაც ეს სახლი გადმომცეს და ვიმყოფებით დღეს ჩვენ აქ. გადავეშვათ ილუზიის სამყაროში. აბა გისმენ, მიდი ლაშა რა შემომთავაზე. როგორც ხედავ, მე ხელში არაფერი არ მაქვს. ხო, არანაირად არაფერი არ გაქვს. მე მიყურე და არ იფიქრ. აქ არის კარტი. ხო არ გადაო, პირმა კარტი გააძრო. ამოირჩიე ნებისმიერი კარტი. გამაჩერე სადაც იტყვი. სტოპ. ანუ შენ გინდა რომ ამ კარტზე გავჩერდე. კი, მინდა. მაგრამ ცოტა გვიან რო გეთქვა, მე გავჩერდებოდი ამ კარტზე. ხო. ცოტა ადრე რო გეთქვა, მე გავჩერდებოდი ტიპი ამ რაზმა, კარტზე. ნახე, მიდი ძალიან ნერვიულობ. მაგრამ შენ მაინც და მაინც გაჩერდი აი ამ კარტზე. ხო. ეს იყო ამ ილუზიის პირველი ნაწილი, ახლა იწყება მეორე ნაწილი. გადავინაცვლოთ შიგნით. შევიდეთ, ჩემი სპონსორია შესლა, ამიტომ შევიდეთ, მიდი მიბრძანდით. მოკლედ, Soso, კი, შენი არჩეული კარტი არის 6-იან გული, ხალხო, კარგად დავაფიქსიროთ. Soso. რამდენია იმის ალბათობა, რომ აი აქ რო ქალი მშობიარობს, აი ეს ქალი რო იმშობიარებს, იმ ბავშვს ზედ ეკნება სწორედ შენი არჩეული 6-იან გული. ხო არ გადაო, ჩემს აწოლზე ქალი როდის გააჩინე, ხო? და ქალმა ბავშვი უნდა გააჩინოს, რა ხდება? ჩემი იმე ხო ტიპი რაზმა არ არსებობს, შანსია ვერ დავიჯერებ, პროსტა. ანუ არ არსებობს. არა, შანსი არა. ხო არ გადაო. გაიჭინთეთ ქალბატონო. ხო არ გაიჭინთეთ? რასა? ბავშვი აი, ხო არ გადაო. ბავშვს არაფერი არ აქვს, ლაშა. ანუ თქვენ გონიათ, რომ ამ ბავშვზე შენს მიერ არჩეული 6-იან გული არ არის, ხო? არა. მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით ამ ბავშვის ზურგს, ხო არ გადაო, 6-იან გული. დიახ. ხო არ გადაო, მშობიარე ბავშვისგან, საღოლ ტიპი რაზმა და ჩემი სპონსორია სამშობიარო კლინიკა. თუ მიბრძანდებით ბიჭები ორსულები, აუცილებლად მიიღეთ 98%-იან.
მოგესალმებით ჯეოთემის გამომწერებო დღეს ჩვენ ვყოფებით ლივერპულში, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი დაუპირისპირდება მამარდაშვილის ლივერპულს. ანუ ვინც არ უნდა მოიგოს, მე დასარჩენი მაქვს. თუ მამარდაშვილმა მოიგო ლივერპულში ვჩებით, თუ კვარა მოიგო საფრანგეთში პარიზში ვჩებით, თუ ერთ-ერთმა ვერ მოიგო ჯეი ოკოჩასთან ვჩებით. ვიცი რომ ეს PSS შარფი არ არის, მაგრამ ის ძვირი ღირდა, ამიტომ ლიონის შარფი მაქვს. აი მე ახლა გამოვედი ენფილდიდან, სადაც დასრულდა მატჩი, ლივერპული გამოვარდა, გავიდა პარი სენ-ჟერმენი, უროცა უყვარას, უსამძირებ მამარდას. ჩვენ ახლა დავრჩებით გიორგი მამარდაშვილთან ლივერპულში, მის სახლში. აი ხა ჩვენ მივედი გიორგი მამარდაშვილის სახლში და მოდით აი ნახოთ დაუკაკუნებ თუ არის. ჩვენ მეგობრულ მამარდაშვილის სახლში არ დაგვხვდა, მაგრამ ინგლისში ჩვენ მეორე ქართველიც ყავს, ეს არის გიორგი ჩაკვეტაძე და აი მივედით მასთან სახლში. ჯეოთემის გამომწერებო ქართველებმა გვაყირავეს, ამიტომ ჩვენ მივედით აკუმე მინამინოს ლიფტთან ეხა ავალთ მასთან სახლში. ჯეოთემის გამომწერებო კარგო ხალხო, არც ქართველებმა, არც იაპონელებმა არ მომიღეს, ამიტომ სტარკებთან მივედი. სტარკები მაინც დამაძინებენ ერთი ღამე. ჯეოთემის კარგო ხალხო, ჯეოთემის გამო ყველა მაყირავა და მომიწევს რომ დღეს გარეთ დავრჩი. ჯეოთემის გამომწერებო ლიონში ჩვენ ადრე მიქაუტაძე ყავდა, ამიტომ წავედით ვილიარეალში მიქაუტაძესთან. ჯეოთემის გამომწერებო ჩვენ ახლა მოვედით გიორგი მიქაუტაძესთან სახლში და დაუკაკუნოთ, იქნება არაა სახლში. ულალა, მიყვარს სტუმრები. საბასაყანაძე, ის არ მიყვარს. მოგესალმებით ჯეოთემის გამომწერო ჟორჯ მიქა. ამან ხომ დამღალა. ერთი იყო ტვინი. ჯეოთემის გამომწერო ჟორჯ კარი რატომ მომიჭახუნეთ და მეორე კითხვა ჯეოთემის გამომწერებისგან. გასვლითი თამაში როდის გაქვს? ამ თვეში 27-ში. 27-ში ამ თვეში ქირავდება ფეშენებელური სახლი ვილიარეალში, კეთილმოწყობილი. ილალა, ხოდამღალე შენ, წადი აქედან, წადი, გთხოვ. ამან ხოდამღალა, აღარ შემილია, ის გაიმასწავლა ჩაფხვი. წადი შორს, წადი, იქნებ სულაც გადამავიწყდე. სალამი ძმდებო, მოგესალმებით, დღეს გადავიღებ დაცი შოუს და ჩვენი სტუმარი იქნება აჩიკო, სტუმარი არ წავადგინო. როგორ არ უნდა წავადგინ? ჩვენი სტუმარი არის ჩვენი მეგობარი ელენიკო ფოქსი, მიესალმეთ, ყველას მოიცა ერთი წამი. ახლა მე ვესვი დაც და რასაც გავარტყებ, იმას შევჭებთ, გაიგე? ჩვენი სპონსორია როგორც იქნა კოკა-კოლა, მეგობრებო, გადაიღეთ. ძალიან მაგარი სპონსორი როგორც იქნება. ახლა მოიცა, უნდა გავარტყა და რასაც გავარტყა, იმას შევჭებთ. როგორც გითხარით, რასაც გავარტყამ, იმას შევჭამ თქვენ და მე სიტყვის კაცი ვარ, გავარტყიგე ჩვენ ოპერატორს და ამას შევჭამ. ოპ. დავაი, მიდი, ფოქსი, მიდი, ჭამე. ყემალი გაგ. კიტოვანის გემო ძალიან ძველია, რომელიც ლიანი არის ნეტა. დავიწყოთ გადაცემა. რამე სიახლე ხო არ არის შენკენ? მე სიახლეების მეტი რა არის, აპენდიციტი ამოვიჭრე. აქამდე გქონდა აპა. ორი მქონდა და ორჯერ ამოვიჭერი. ერთი ჩვენ სპონსორს ვაჩუქე და მეორე კიდე კომენტარებში გავათამაშოთ. სპონსორებზე რამე სიახლე ხო არ არის? კი, ამას წინათ დამირეკა დუბაიდანა. საიდანა? დუბაიდანა. ჩამოდიო. მერე უნდა ჩავიდეთ. მე რა ვიცი, აბა ეხლა თუ კაი გადაცემა გამოვა, უნდა ჩავიდეთ კიდევაცა. როგორ თამაზამ აღნიშნა ჩავიდეთ კიდევაცა. არ დავიწყოთ გადაცემა. გადაცემა სარკასტიკას გახსნილად ვაცხადებ. ცხადებ. გაფუჭე ეს კადრი, ხელახლა გავაკეთე. მე კიდე გაყარე შენა პუდრივით. პუდრივით. დავიწყოთ. ამ საუკუნეში საინტერესო არაფერი ხდება, არც წინა საუკუნეში, ამიტომ იმის წინა საუკუნეში დაბადებულ ლავრენტი ბერიას დაურეკავთ ჩვენ დღეს. გააქვს ნომერი ლავრენტის? ხო, როგორც ამბობენ, ლავრენტის ბევრი საყვარლები ყავსაო და მაინტერესებს. აკრიფე მერე ნომერი ლავრენტის. აბა ეხა ბატონ ლავრენტის დაურეკოთ. მე მიცნობს ხმაზე მაგი ხო იცია რა და ლავრენტი შენგან დაურეკოთ რა. აი გვიპასუხა.
ბატონო ლავრენტი ბერია გვინდოდა? ლავრენტი გახლა ვარ ბერია. ბატონო ლავრენტი, თქვენ მეგრული კილო თუ გქონდათ საერთოდ არ ვიცი. კანიას დაჯიმა და რანაირი კილო მეკნა მეგრელი ვარ მე. ანუ რა კითხე იცი? ბატონო ლავრენტი, მისას საყვარლები ყავთ? როგორ არ ამყავს კატო გინდა ლენინგრადში გინდა სტალინგრადში გინდა უხებში გინდა ყველგან მყავს მე. და როდის ისვენებთ აბა? გაჩერდი დაგხვდი ტავრი. გაუთიშე სტუმარი ყავს შემოსაყვანი. მაგრამ დაიყვიტებით. სტუმარი ყავს შემოსაყვანი. რამოდენელებს მირეკავთ ვიპოვი თქვენ ხალხს და დაგვიტავთ ყველას. მოდი გაუთიშო თუ არა გავწოდეთ. ჩვენ ვართ ბაგრატიონები, ლომონოსოვები ვართ გვარათა, მიდი. всё. კაი მივხედავ მე მაგბარს. კაი გამოვიდა. ჩვენი სტუმარია ბელგიის ნაკრების მეკარე და რატო მოვიწვიეთ ჩვენ ტიბო კურტუა? იმიტომ რომ მან დებრუის თავისი შეყვარებული წაართვა და ახლა მისი ცოლია. ჩვენი სტუმარია ბელგიელი ტიბო. Hola. ესა ტიბო, შოკოლადი ჩამოგვიტანე ბელგიიდან. Chocolate. Yes, chocolate. ჩამოვუტანე. ხელცარიელი არ მოსულა ტიბო ჩვენთან. ესე რა არის ალიონკარო ჩამომიტანე რა არის კაცო ეს დავიღალე მართლა მაგის დედა სარკასტიკაა თუ რა არის რა ტიბო კურტუას რა უნდა აგზმა. რა ეს იაპონი ამას რა გადავიგო. რამდენი ხანი ვიწმინდა ჩემი საგოლ, ჩემი სპონსორია საგოლების გამომშვები ფაბრიკა, რო იცოდეთ და რო გაიმეოროთ ბატონო ლავრობო. რა გავიმეორო. ბიჭო ვერ გავიგე რა თქვენ და გაიმეორე. იუთუბერთან ელიას მიკროფონი აუგეთ. ხო ვართ. ბავშვი, ბიჭო, ხო არ გადა. პირიქითიდო. მეკაკო ვარ დოპამინით სავსე კაცი მეკაკო რომელი წლიანი არინეტა? ხამეცინა კაი, ეყოფა. ეყოფა.